მოკრივე რუსთავიდან ლურჯ კუთხეში ბესო კარჭაული 4 AM concrete bites my palms raw. No spotlight glare, just echoes in the war. While you chase trends, I stack the weight. Each rap a vow, each drop a fate. Fingertips cracked on iron bars. Counting breaths like falling stars. No handouts beg, no passing trace. Every star a medal, earned in grace. You think respect is bought with names? Real names are carved through silent poise. One person. მისი მოწინააღმდეგე მოკრივე თბილისიდან წითელ კუთხეში ირაკლი მუხიგულაშვილი Single regret. My name's not given. It's burned in yet. My name's not given. It's burned in yet. You back down, I double the load. Slept on the floor, wore dreams the road. Out knocked once, I left it cold. Woke up the fire that won't grow old. No trophy gleam, just rusted chain. Forged in the rain again. You want it plays, I want it spine. The kind that stands when worlds decline. Your wins are counted by the crowd's applause. Mine's testimony through broken laws. One person. საინტერესო დაპირისპირება აპურებლის წინაშე ერთმანეთის წინაშე 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარდგებიან რუსთაველი მოკრივე დებიუტანტი ბესო კარჭაული ხოლო მისი ნაღმდეგ კრივის კლუბ გლების კიდევ ერთი წარმომადგენელი ირაკლი მუხიგულაშვილი რომელიც ვიცი რომ ძალიან აქტიურად დაიწყებს მისი სტილი არის ასეთი და ასეც იწყებს ძალიან აქტიურად იწყებს ბრძოლას ახალგაზრდა ირაკლი მუხიგულაშვილი 19 წლის მოკრივე რომელმაც უკვე დააგემოვნა პროფესიონალური კრივის რინგი როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთაც პირადად მეც მქონდა პატივი ყოფილიყავი საზღვარგარეთ მის სეკუნდანტი ვიცი რომ ძალიან კარგი მოკრივეა ახალგაზრდა პერსპექტიული გულიანი ძლიერი სანოკაუტე დარტყმით რაც შეეხება მის მეტოქეს ბესო კარჭაულს ის არის დებიუტანტი პროფესიონალური კრივის რინგზე თუმცა ზოგადად სპორტში აქვს ძალიან დიდი გამოცდილება სამოყვარულო ოლიმპიურ კრივში ნახოთ რა შესთავაზებენ ამჯერად ისინი ერთმანეთს ძალიან აქტიურად დაიწყო ორთაბრძოლა მეტოქეები თავიდანვე ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას ასაკით კარჭაული უფრო დიდია ვიდრე მუხიგულაშვილი თუმცა პროფესიონალური კრივის რინგზე მუხიგულაშვილს უკვე 3 ორთაბრძოლა აქვს გამართული რაც შეეხება კარჭაულს ეს მისი სადებიუტო ბრძოლაა როგორც უკვე მოგახსენეთ ნახოთ როგორ განვითარდება ეს ორთაბრძოლა ერთი რაც შეიძლება ვთქვათ ის არის რომ მართლაც საოცარი საკრივო შოუ მიმდინარეობს ყველა ბრძოლამ აბსოლუტურად ყველა ბრძოლამ გაამართლა მოლოდინები ვიხილეთ ნოკაუტები ვიხილეთ უშეღავათო ბრძოლები ვიხილეთ დაძაბულობა რინგზე და ძალიან სასიხარულოა რომ ამ ყველაფერს აი ამდენი მაყურებელი ადევნებს თვალს ფაქტიურად სავსეა მთელი დარბაზი კიდე მოდის ხალხი და აი ეს ბრძოლაც ნამდვილად ამართლებს იმედებს რა შეტევები მოკრივეების შესრულებით თამამად შეიძლება ითქვას რომ შოუ შედგა წოდებს ირაკლი მუხიგულაშვილს მიხეილ ბაკაშვილი რო თვითონ იაქტიუროს თუმცა ამასობაში კარჭაულისგან მუხიგულაშვილი მიიღო პირიქით დარტყმა ეს არ არის ნოკდაუნი თუმცა დასაფასებელი აქტიურობა ნამდვილად ბევრ დარტყმას იღებენ და ბევრსაც უშვებენ მეტოქეები კარგი შესვლა იყო მუხიგულაშვილის მხრიდან
მართლა ძალიან კარგი მოკრივე და შესანიშნავი პიროვნება ირაკლი მიხიგულაშვილი. რაც შეეხება ბესო კარჭაულს, ის ახლა აცნობს თავს პროფესიონალური კრივის კომანდებს. While you chase trends, საინტერესოდ გრძელდება. შეტევაზია ირაკლი მიხიგულაშვილი, კარჭაულს ემჩნევა და ახლა და ეს უკვე კარგი დარტყმა იყო. კიდევ ერთი მიხიგულაშვილი შეტევაზე კარჭაულს რაც შეეხება აშკარად დაღლილია. ეს ბიჭი უნდა მოიკრიბოს ძალები და გააგრძელოს ბრძოლა. აღარ უნდა ბრძოლის გაგრძელება. და აი ნახეთ შენ. გაიმარჯვა ირაკლი მიხიგულაშვილი. ნამდვილად სასიხარულო იყო. მისთვის ახალგაზრდა მოკრივისთვის კიდევ ერთი გამარჯვება. ესო კარჭაული კარგი მოკრივია, ნამდვილად გამოაჩინეს ყველაფერი, ფიქრობ უბრალოდ მომზადება დააკრა ამ ბრძოლაში. მხოლოდ და მხოლოდ მომზადება. უგოცავ ირაკლი მიხიგულაშვილს. უსურვებ კიდევ ბევრ წარმატებებს, ნამდვილად შეუძლია ამ მოკრივეს წარმატების მიღწევა საქართველოში საზღვარგარეთაც. უსურვებ მის მწვრთნელს ბატონ მიხეილ გაგაშვილის კრივის კლუბის გლები, ისე როგორც ყოველთვის ახლაც ძალიან აქტიურად და ძალიან წარმატებულად ასპარეზობს.
საკუთარ კომაგებს ირაკლი მუხიბულაშვილი, რომლებიც ძალიან მრავლად არიან მოსულები. ძალიან სასიხარულო მისთვის, ისე როგორც ყველა მოკრივეს ეს გამარჯვება. რაც შეეხება ბესო კარჭაულს, მინდა უსურვო საომავლო წარმატებები, მეტი მომზადება, მეტი მონდომება და პრესში ყველაფერია შესაძლებელი. ალბატონებო და ბატონებო, ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა ტექნიკური ნოკაუტით მოკრივემ წითელ კუთხეში ირაკლი მუხიბულაშვილი. წარმოგიდგენთ